ერთხელ მაუნდა ალუდას, ერთხელ მობრუნვა თავის. შვიდობით საჯიხვეებო, გამახარელნო თვალისა. შვიდობით ჩემო სახკარო, გულში ამშველა ბრალისა. შვიდობით ჩვენო ბატონო, ხომათად მიცემო ძალის. დამშვიდობება ყოველთვის რთულია, თუმცა ალბათ მაშინ განსაკუთრებით, როცა იმ ადამიანს ვემშვიდობებით ეპოქის უკანასკნელი მოჰიკანივით რომ წავა, თანაც იმ ეპოქის ქართული თეატრის და კინოს ოქროს ხანას რომ უწოდებენ. ერთია საუბრობდე ძალიან დიდი შემოქმედის არტისტის ხელოვანის შესახებ და მეორეა საუბრობდე იმ ქართველის შესახებ, რომლის თითოეული სიტყვა, თითოეული ფრაზა მის ღირსებას, გულწრფელობას, მის ადამიანობას უსვამს ხაზს. წარმატებულ ადამიანში კი ამ თვისებების აღმოჩენა კიდევ უფრო მეტად გახარებს და გაძლევს მაგალითს. თენგიზ არჩვაძე კი ნამდვილად სწორედ ისაა, ვისგანაც დაფიქრების გარეშე უნდა ვიღებდეთ მაგალითს, ვისაც არასდროს უცდია საკუთარი თავის წარმოჩენა, ვისაც როლი უყვარდა და არა რეგალია, ვისაც უთქვამს პოპულარობა გარდამავალია, სახელი კი ნაღდი. როცა აღარ ხარ და შენს დაუხმარებლად იზრდება სახელი, აი ამას ვცემ პატივსო. თენგიზ არჩვაძე. Raczyntwi mitkwija Twicuze od kbesi Darbita Pikriya 2017 წელს, როცა ხელოვნების სასახლეში უკრავდა ბაღში საქართველოს სახალხო არტისტის, მართლაც გამორჩეული თენგიზ არჩვაძის ხელის ანა ბეჭდებს საზეიმოდ გახსნიან და როცა მერე მას კითხავენ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვისო, მსახიობი როგორც ყოველთვის თავისებურად უპასუხებს. ეს ნიშნავს, იცით რას არის? სიმძიმეს ნიშნავს ეს. ძალიან მიხარია თქო, რომ გითხრათ, გულწრფელი არ ვიქნები. მაგრამ არ სამწყინს რაღაც, აი ეს მდგომარეობაშია. ეთყობა მაინც ადამიანური სისუსტეები ხო არ არსებობს, თვითონ მე უხერხულება ჩემი სისუსტეების ჩამოთვლა. აი შეიძლება ეს სისუსტე ჩამითვალეთ, მიხარია კიდეც რა თქმა უნდა. უпростоრად ჩემს შემდეგ ჩემი თაობების ისო არ იტყვიან რომ იყო, მაგრამ რა რას ემსახურებ. ყოველ შემთხვევაში ღამეც ემსახურებოდი მე და არა ეშმას. არასდროს წამიკითხავს ისეთი სიტყვები თენგიზ არჩვაძის გასვენების დღეს რომ დაწერეს, დღეს კი არ ვასაფლავებთ, დიდებას ვაბარებთ კაცს, ვის გვერდით ყოფნაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ შენც განწმენდილიყავიო. თავად დიდ თენგიზ არჩვაძეს კი თურმე ანდერძში დაუწერია, არავითარი ზარზეიმი ხალხი არ გააწვალოთ. ანდერძი ასე სრულდება. გულით მიყვარხარ ჩემო სამშობლო. საქართველოს სიყვარულის წყარომწვრია ჩემი საუნდე ნაბადი და სალამურია პროფესიონალიზმს ვეპყრობი პატივისცემითო იტყვის. მერე კი მის შესახებ დაწერენ, თავად არის პროფესიონალიზმის და საოცარი კეთილშობილების სინონიმიო. დიდოსტატის მარჯვენაში ნათქვამი სიტყვა კი მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი, ალბათ ყველაზე უკეთ მიესადაგება მის ცხოვრებას, საქმის ნამდვილი ოსტატი მერე ხელოვნების ქურუმად რომ იქცევა და ეს უკვდავი ფრაზაც მოვისმინოთ ახლა ჩვენს ეთერში. ხელოვნება თავად უკვდავება მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტი ცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობ.
წარმატებების შესახებ საუბარი ძალიან არ უყვარს, თუმცა შეუძლია ბევრი ისაუბროს მაგალითად რაჭის შესახებ. გვარით და ჯილაგით რაჭიდან ვარო რომ იტყვის. ბაბუას მოუკლავენ 1907 წელს. თენგიზ არჩვაძის მამას ქვრივი დედა წიგნის სიყვარულით აღზრდის და ალბათ ასე გადაეცემა შემდეგ უკვე მსახიობს ლიტერატურის სიყვარული. სიცოცხლის ბოლომდე წიგნების კითხვაში რომ გაათენებს. ყველა თანამედროვე ავტორს რომ გაეცნობა და ახალ თაობას 91 წლის ასაკშიც რომ ურჩევს, ცუდიც უნდა წაიკითხოთ, რომ კარგი დააფასოთო. თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები, კიდევ შეირჩა თუ არა მხიარული თვალები, თუ დრომ გადავარა და ჩაუხრო ალები, მივდიოდით მხარ და მხარ და დრო გვეუღარესა, არ ვიცი სადახარ და რომან სამხარესა. დაიბადება თავად თბილისში ერთოთახიან ვიწრო და ნესტიან ბინაში გაიზრდება კოლორიტულ ეზოში, სადაც ერთი ოჯახის მწუხარება მთელი სამეზობლოს მწუხარებად იქცევა, სადაც სტუმარი საერთოა, საკვები საზიარო. ხელმოკლედ ცხოვრობდით 1888 წელს გამოცემული ვეფხისტყაოსანი აბრეშუმის ყდით და ზიჩის ილუსტრაციებით ერთ ბუხანკა პურში გაყიდა მამამ. სხვა რომ აღარაფერი გვქონდა გასაყიდიო. მაშინ კარგად გამოვკითხე, ვის მიყიდა წიგნი მამამ. უკვე ფეხზე კარგად რომ დავდექი და შემოსავალი გამიჩნდა, მოვძებნა ის კაცი. სოლიდური თანხამთხოვა, მანქანის ფული იყო. მაშინ მეც გადავუხადე უსიტყვო და გაიხსენებს. ფული არც არასდროს დაენანება, არც ფული და არც არაფერი. მამას ორი პიჯაკი არასდროს ჰქონია, იმიტომ არა რომ ყიდვა არ შეეძლო. უბრალოდ ზედმეტს მათ ჩუქნი და ვისაც არ ჰქონდა. შინ ხშირად პიჯაკის გარეშე ბრუნდებოდა. გაიხსენებენ თენგიზ არჩვაძის შვილები. ეს მოპოვებული სიყვარულია. ღირსეული სიყვარულია, რომელიც ბატონმა თენგიზმა დაიმსახურა, იმიტომ რომ ის აფრქვევს ამ ბოროტ დროში აფრქვევს სიკეთეს. თენგიზი თავისი სინდისით, ნამუსით, თავისი ნიჭით, კაცობით ყოველთვის იყო ნამდვილი ქართველი მამაკაცის ეტალონი. სხვათა შორის ის ბავშვობიდანვე გატაცებულია ხატვით, ხატავს ნახშირით, ცარცით, ყველგან და ყველაფერზე. პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზეც კი დადის და სწორედ იქ მოულოდნელად იწყება მხატვარი ბიჭის სცენაზე გადაბარგება. ხატვის გაკვეთილიდან გამოსული დრამწრესთან შევჩერდი, ერთი ბავშვი აკლდათ თურმე და თხოვეს დაგვემატეო. სწორედ იქ გაიზრდება მომავალი დიდი მსახიობი, ასევე დიდ მსახიობებთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, გურამ საღარაძესთან, ზინა კვერენჩხილაძესთან და ოთარ მეღვინე უხუცესთან ერთად. წლების შემდეგ არინანებს, რომ მე-9 კლასელი სკოლიდან ქუჩაში სწორედ დრამწრის გამო გააგდეს. ჩემს გატაცებას არასერიოზულად აღიქვამდნენ და გაკვეთილებს რომ ვაცდენდი, გამოუსწორებელ ყალთაბანდად მიმიჩნევდნენ. მერე ვინ იცის, რამდენი სპექტაკლის შემდეგ დამხვედრია თეატრის გასასვლელთან ჩემი სკოლის დირექტორი, თვალცრემლიანი და ძალიან გახარებული. თავარია მოასწრო კაცმა შენ საქმეის თმა. თავარია ისე არ წახვიდე ამ ქვეყნიდან, რომ შენი ერის წმინდა საკურთხეველზე მიუტანილი დაგრჩეს შენი გული, რომელიც შენს ხალხს, შენს მიწას ეკუთვნის. სამწუხაროა, რომ არ შემიძლია ახლა თენგიზ არჩვაძის ნახატები დაგათვალიერებინოთ. ერთ-ერთ ინტერვიუში ის იხსენებს, რომ ცუდ ხასიათზე მყოფმა ყველა ნახატი დაწვა და გაანადგურა. მერე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი რომ გახდება და მარჯანიშვილელთა სინდის რომ შეარქმევენ, მსახიობების კარიკატურებს დახატავს, ამის გამო ხშირად მიბრაზდებოდნენო იტყვის. სავარაუდოდ კარიკატურები საკმაოდ საინტერესო უნდა ყოფილიყო. 70 წლის საიუბილეო საღამოზე მურმან ლებანიძე ეტყვის, შენ ეპოქის ჭუჭხში გაურეველი კაცი ხარ, თვალ გასაყოლებელი ადამიანიო. ალბათ ასეთად უნდა დაიბადო, ასე გულიანად რომ შეგიყვარონ და ადამიანი რაინდი რომ გიწოდონ. სულით და გულით მივესალმები ამჯერად ბრწყინვალე მსახიობსა და საყვარელ მეგობარს, ღვთისა და ერის რჩეულს, კაცს რაინდსა და ზნეობრიობის ეტალონს, ეპოქის ჭუჭხში გაურეველ თენგიზ არჩვაძეს. ცუდას რა თუნდა მტერობაო, კარგია მუდამ მტრიანია. თურმე ხანდახან კარგიც არა ყოფილა მტრიანი. მე ამას მტერი არ ვყავს, არ ამგონია. ვერ დავიჯერებ. ეს უმტრო კარგია კაცო. თენგიზი არის უსაყვარლესი.
მსახიობი და უსაყვარლესი პიროვნება, რაც იშვიათად ხდება ხელოვნებაში. მხოლოდ ნიჭიერება არ გმარა იმისათვის, რომ მოიპოვა ესოდან დიდი პოპულარობა, რომლის მოწამენიც აი ამ რამდენიმე წამის წინ ჩვენ ვიყავით, ფეხზე ადგომით მთელი დარბაზი რო შეეგება. ინტერვიუები მას არ ეყარება სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა ბოლოს მაინც ნიკოლოზ წულუკიძეს უარს არ ეტყვის და სწორედ მაშინ გაიხსენებს, როგორ დაიბადა 21 წლის ასაკში ხელმეორედ და შეგვიძლია რომ მოვისმინოთ ეს ისტორია. მე 21 წლისამდე ვიყავი, ფარკოვიძე სასწავლებლო ვარჯიშის დროს რენეჩხაიძე ყავდა ეს ჩემი გუბელი. შეგან მოვიდა შეტევაზე. გადაუთხა და ის გადაუთხა და გადაიხიდი წამოვიდა. მე გაჩერდი და დავწერეს. რა შეგინეთი? უყურე რომ მოდის აი ეს პროცესი. აი ეს არის. აი ეს უნგრია. აი შეიძლება სულბოლომდე სხვათა შორის ძალიან მძიმედ ყოფილა ის და ამის გამო თეატრალური ინსტიტუტის მეორე კურსის გაცდენა მოუწევს, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ ის მალევე მოხვდება კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. ამ თეატრის სცენაზე 69 ძალიან მნიშვნელოვან წელს გაატარებს და სიცოცხლის ბოლომდე ერთი და იგივე პასუხი ექნება კითხვაზე კინო თუ თეატრი. ის იტყვის მსახიობი, ეს არის თეატრი, სწორედ იქ იმალება ის უღრმესი აზარტი, რომელსაც თუ კი ერთხელ ეზიარები, მერე სამუდამოდ მის ტყვედ დარჩებია. ესეთ უშუალოდ ურთიერთობა გაქვს მაყურებელთან დარბაზთან. თვალებში უყურებ, ვისაც ელაპარაკები, ესაუბრები თვალებში. თვალები ძვირფასია, კაცი საუბრის დროს განსაკუთრებით. ხშირად უთქვამთ, რომ მას ნიჭთან და გარეგნობასთან ერთად პიროვნული ხიბლი და შინაგანი ღირსების განცდა აქვს. ეს კი აუცილებელია ერის წინაშე არსაკიძე, ტაუდა ქეთელაურად, მეფე ალექსანდრე, დერეკლე მეორედ, ინჟინრად, მეცნიერად თუ მხატვრად ერთნაირი წარმატებით რომ წარდგეო. მაშინ კი როცა თემურ ჩხეიძის სპექტაკლში 100 წლის წინად ილია ჭავჭავაძეთ მოგვევლინება იმასაც დაწერენ, ამ როლში მოიყარა თავი ყველა მისმა არტისტულმა და მოქალაქეობრივმა თვისებამო. ალბათ სწორედ ამიტომაც 2010 წელს 10 წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე სწორედ ილია ჭავჭავაძის როლით დაბრუნდება. ამ დღეს მშობლიური მარჯანიშვილის თეატრის წინ თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნება და დაწერენ ვარსკვლავი ვარსკვლავად იქცა. თუ ვინმე ვარსკვლავია საქართველოში ჩვენ თაობაში პირველ რიგში თენგიზი. მე მგონი დაბადებულია ეგ იმისთვის რომ ეკრანს არ აცილდებოდეს მის სახე. იმის მიუხედავად, რომ თეატრია მისი სახლი, მაინც სხვანაირად შეიყვარებს თენგიზ არჩვაძეს თავად კინო. როცა 1961 წელს კინოთეატრებში ფილმი „კეთილი ადამიანები“ გამოჩნდება, გაიხსენებენ. საქართველოში მაშინ გოგონები ორად გავიყავით. ნაწილი ოთარ მეღვინეთუხუცესზე იყო შეყვარებული, ნაწილი თენგიზ არჩვაძეზეო. ეს უკანასკნელი კი თითქოს პრინციპულად არა აგრესიული, სიტყვა ძუნწი, ხანდახან ირონიული, არა მარტო თავს აყვარებდა მაყურებელს, არამედ მოდასაც ქმნიდა სწორედ ასეთ მამაკაცეო. ფილმში მეგობრები, რომლებსაც ერთი ქალი უყვართ, მშვიდობიანად დაშორდებიან ერთმანეთს, თუმცა მეღვინეთ უხუცესი და არჩვაძე ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, თანაც პირისპირ, უკვე როგორც მუშნი და დათა. მესამე პირი გიგა ლორთქიფანიძე იტყვის მუშნი ზარანდიას როლზე თენგიზ არჩვაძე იმიტომ შევარჩია, რომ თუ ზარანდია არ იქნებოდა თუთაშხიას ღირსეული მეტოქე, ფილმი არ შედგებოდა. ამიტომ უნდა მიმეცა ეს როლი და მივეცი კიდეც ყველაზე მომხიბლო მამაკაცო. ასე შედგა მუშნი და დათა და ასე შედგა დათა თუთაშხია. ის ფილმი, რომელიც თავად არასდროს უნახავს თენგიზ არჩვაძეს. თუთაშხია არ მინახეთ და გახმონების დროს მარტო სადაც ტექსტი მქონდა და სალაპარაკო დასადები, ბევრი აღარ მოგწონს მე რომ ნახავ ეკრანზე და ვერ გამოასწორებ მე და უნდა დაგჩეს ტკივილად.
კინოში დიდ წარმატებამდე მას თურმე მიხეილ თუმანიშვილის რეკომენდაციით ბაში აჩუკის როლის შესრულების ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება, თუმცა არჩევანი მაშინ ოთარ კობერიძეზე შეჩერდება. ეს ერთადერთი შემთხვევა იქნება, მას შემდეგ ფაქტობრივად ყველა ფილმში სინჯების გარეშე აიყვანენ, სასინჯ გადაღებებზე სიარული კი მას არასდროს ეყვარება. უხერხულობის შეგრძნება აქვს, ურჩევნია მას უთხრან უარი, ვიდრე სხვა მსახიობს ატკინონ გული. თუ რომ ეიზარალეთ, შეგიძლიათ ხელფასიდან დამიკავოთ. მე მგონი სტუმარს ასე არ ხვდებიან. აბადია. მოგზავნე. რა ძახი? არ მინდა. ეს როლი დუეტი სოფიკო ჭიაურელთან როლზე უარი ბევრი რამის გამო მithქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო არასოდეს. თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასდროს დამითვლია. უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როცა ნაწარმოები ან გმირი არ მომწონდა, გული კი ბევრ რამეზე მწყდება, რისი გაკეთებაც მსურდა, მისთვის რატომღაც არც დრო მყოფნიდა და არც პირობებიო დაწერს. კაცრად, გამსჭით. ბევრი რამე ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. პირობები ცოტა ბევრი ჩვენზეა დამოკიდებული, ბევრი არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ხელოვნება საერთო კოლექტიური საქმეა და ყველაფერს შენკენ ვერ გადმოწევხმი. თუმცა აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, მედია ჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ლეგენდარული დუეტი, რომელიც უკვე ვნახეთ სოფიკოსთან ხევსურულ ბალადაში, უკვდავი დიდოსტატი და მერე საინტერესო შეხვედრა მთაში, წლების შემდეგ ლეილა აბაშიძის გამხელილი სურვილი. ესეც ალბათ გამართლება და ბედნიერებაა, ხო და ლეილა აბაშიძის სურვილსაც მოусმინოთ. ერთი პატარა სურვილი მაქვს. ისი არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ერთი როლი შენთან არ ვითამაშო. არ ვიცი, მიხეილ კალატოზიშვილის უკანასკნელი მხატვრული ფილმი თუ გაქვთ თქვენ ნანახი, წითელი კარავი, პირველ რიგში ძალიან საინტერესოა იმ მსახიობების ჩამონათვალი, რომლებიც ამ ფილმში ასრულებენ როლებს. შონ კონერი, კლაუდია კარდინალე, თენგიზ არჩვაძე, ოთარ კობერიძე. ფილმის იტალიური ვერსიისთვის ლეგენდარულ მელოდიას ლეგენდარული ენიო მორიკონე შექმნის, თუმცა ძალიან დასამახსოვრებელია საბჭოთა ვერსიისთვის შექმნილი ალექსანდრ ზაცეპინის მელოდიაც. ფილმი ასახავს უმბერტო ნობილეს გადარჩენის ექსპედიციას, გადაღებები ჩრდილოეთ პოლუსზე მიმდინარეობდა თურმე და თენგიზ არჩვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენებს კიდეც, როგორც ცხოვრობდნენ თეთრი დათვების გარემოცვაში 3 თვის განმავლობაში და რომ ის ერთადერთი ადგილია, სადაც სიამოვნებით დაბრუნდებოდა. მინდა რომ მელოდიასაც მოვუსმინოთ ახლა. ამ ფილმის გადაღებების პერიოდში თურმე არჩვაძე შონ კონერს ქართულ სუფრას და ტრადიციებს გააცნობს, მერე თურმე ხშირად დაპატიჟებს რესტორან არაგვში, ხარჯებს მუდმივად თავადვე გადაიხდის და როდესაც შონ კონერი ეტყვის მილიონრები ჩვენ ვართ, სულ შენ რატომ იხდიო, არჩვაძე უპასუხებს, თქვენ მილიონერი კი ბრძანდებით, მაგრამ მე ქართველი ვარო. თუ ის იქნება ის ქართველი, რომელიც იხუმრებს კიდეც, თუმცა ამასთან ძალიან ბევრ რამეს განიცდის და ეს კარგად ჩანს დავით ბეჟიტაშვილის მიერ ჩაწერილ ინტერვიუში, თუ არ ვცდები 1999 წელს არის ეს ინტერვიუ ჩაწერილი და შეგვიძლია რომ ახლა მოვუსმინოთ მას. იქნებ 21 საუკუნე მაინც მოიცალოს ჩვენთვის ქართველებისთვის სიკეთისთვის მოიცალოს. რომ მე-20 საუკუნემ სასტიკად დაგვსაჯა ძალიან მძიმე საუკუნე იყო ქართველებისთვის ჩვენთვის ძალიან. გაგვამესამე და თუ გაგვამეაფედა რიცხობრივადაც. ბედნიერები იყავით და ქართული ანდაზა მომწონს პირსაშიგან გამაგრება ასე უნდა ვითქვით პირსაო და გაგვეძლოთ პირი. მომავალი მაინც ჩვენკენ იქნება. თაყვანისმცემელი უამრავი წერილების სხვადასხვა წერტილიდან არ წაიკითხავს წერილებს მეუღლეს მისცემს შენ უპასუხეო ეტყვის. ნელი ფილიაშვილს ის თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნობს, ისეთი ლამაზი წყვილი იყო, ქუჩაში ჩერდებოდნენ და თვალს აყოლებდნენო იხსენებენ. ერთმანეთს შეაბერდებიან, იმასაც ამბობენ 5 წლის განმავლობაში გაშორებულები იყვნენო, თუმცა თავად პირადი ცხოვრების შესახებ არასდროს ისაუბრებს. ეს მხოლოდ მისი სამყაროა. შვილებიც 2 ქალიშვილი მისი
სამყაროა. მათ შესახებაც ბევრს არის საუბრობს, მხოლოდ იმას იტყვის, თუ ნამდვილი მამა ხარ, ალბათ ნამდვილი უფროსი მეგობარიც უნდა იყო, გამგები და მასწავლებელიც, დამთმობი და პრინციპულიც. ხასიათი ჩული მქონდა, მე რაც არ მომეწონებოდა, იმას ვერ გამაკეთებინე თქვია. ვდილობიან, მაგრამ არ გავაკეთებინა. ეყვარება მარტოობა, მთა და ცხენი. მთას კაცი სული აქვს, უასაკოვარ ცხენთან და მთასთანო რომ იტყვის. 26 წლამდე ღვინოს დათრობამდე არ დალევს. როცა სადღეგრძელოს იტყვის, ყველა გაჩუმდება. მსახიობი თამარ ხირტლაძე ერთ-ერთ ინტერვიუში თენგიზ არჩვაძეს გალაქტიონ ტაბიძეს ადარებს. როგორც გალაქტიონის რიდი გქონდა ყველას, თუ თავად არ მოვიდოდა ჩვენთან, ჩვენც ვერ მივდიოდით, ასეთი რიდი აქვს ყველას თენგიზთანო. წლების მეგობრებს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გადაღების წინ დააფიქსირებენ. თამარ ხირტლაძეს უთქვამს, მე როგორ მაპატია თენგიზმა ამდენი შეთამამება, დღემდე არ ვიციო და აი შეთამამებაც შეგვიძლია რომ ნახოთ ახლა. ყველაზე საყვარელო ადამიანი. აი ეგრე წერენ Facebook-ზე შენზე. აი ხრემლები წამომივიდა თენგო. ხო იცი როგორ გიყვარხარ, რო დაგირეკავ. თუ არ ვიცი, აი ოქროს ხალხი მოგეყარი. ამამდე თუ გონია 40 კაცს მოვიყვარ. სად შემიძლია ეხლა ამას 40 კაცის გქონდა? სხვათა შორის ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ თენგიზ არჩვაძის დამსახურება გალაქტიონ ტაბიძის ლექსზე ვარდები არ არიან სიმღერა რომ შეიქმნა. როგორ შეიძლება ამ ლექსზე სიმღერა არ არსებობდესო იტყვის. ბიძინა კვერნაძეც არ დააყოვნებს და გენიალურ სიმღერა შექმნის. ძალიან რომ გვიყვარს და ხშირად რომ გასმენინებთ ხოლმე სწორედ იგალ ორთქიფანიძის შესრულებით და კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ ფრაგმენტს. შემოდგომის მოვინო ახლა კი მინდა რომ ძალიან საინტერესო კადრები გაჩვენოთ უკვე სერგო ფარაჯანოვის კიევური ფრესკებიდან. ეს არის 1966 წელი, ჯერ კიდევ იქამდე გადაღებული, ვიდრე არჩვაძე მუშნი ზარანდიან არსაკიძე გახდებოდა, ვიდრე თავად ფარაჯანოვი კინოს ბროწეულის ფერს დაადებდა. კიევური ფრესკები დღის სინათლეს ვერ იხილავს, გაიცემა ფირის ტაშრის ბრძანება. ფარაჯანოვის ამ შედევრიდან მხოლოდ საცდელი გადაღებების 15 წუთი გადარჩება. უნიკალურ კადრებს ახლა სწორედ ეთერში ხედავთ თავისი სილამაზით, მეტაფორულობით და ესთეტიკურობით და თენგიზ არჩვაძეც ასეთ როლში ჩვენ არასდროს გვინახავს. ერთხელ ამოვიკითხე და მას შემდეგ მახსოვს ფრაზა, რომელსაც ფილმში ვედრება თენგიზ არჩვაძე წარმოთქვამს, მით ვაქებ ვაშკაცობას არ იყიდება ფულა და ყველაზე უკეთ აღწერს თენგიზ არჩვაძის პიროვნების არსს და ბუნებას, ვაშკაცი იყო სცენაზე და სცენის მიღმაცო რომ დაწერენ. თენგიზ აბულაძის ტრილოგიაში შესრულებული ალუდა კი ვფიქრობ არჩვაძის ძალიან მნიშვნელოვანი როლია მის ხმაში, მის მიერ წარმოთქმულ თითოეულ ფრაზაში რომ იგრძნობა თვითმყოფადობა. ჩემი ცხოვრება კავკასიონის მწვერვალებს გავს, იყო სიმაღლეები და იყო ვარდნებიც, მაგრამ ჩემი სავალი გზიდან არასდროს გადამიხვევიაო. რა არის მთავარი ღირებულება ცხოვრებაშიო რომ ვკითხეს, მან ასეთი პასუხი გასცა. პატრიოტიზმი შენ ქვეყანასთან სიტუაცია. კახური ღვინოსა, ნარდი კახური ღვინოსა იქნება. ატიოსანი უნდა იყო ნამდვილი კახური ღვინოსავითო. მე საკუთარ თავთან დიალოგი მშველი სხვანაირად არ შემიძლია ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ. ერთდროულად ძალიან დიდია და თანაც უბრალო, თავმდაბალი და უზომოდ განათლებული. სიყვარულს ხმაური არ უნდა და არც უხდება, ჩუმად ჩემთვის, ჩემის ძალით და სისხლით მიყვარს ყველაფერი, რასაც ქართული ჰქვიაო რომ იტყვის. ვინც ერთ-ერთი პირველია ყველაზე მეტი როლი რომ შეასრულა ქართულ თეატრსა თუ კინოში. მთელ საქართველოს ფეხით რომ შემოივლის და შვილებს რომ ასწავლის, სულს აღზრდა სჭირდებაო. მერე თავადვე რომ აჩვენებს ცხოვრების მაგალითით, როგორ უნდა დაიხვეწოს სული, ღირებულებები და ფასეულობები. რადგან ჯილდოები და რეგალიები არ უყვარს, არც მე ჩამოგითვლით. ძალიან ბევრია, უფრო ბევრი და მნიშვნელოვანი კი აღიარება და პატივისცემა უბრალო ხალხისგან. სახლში, სადაც იცხოვრებს, არ იქნება აფიშები და ფოტოებით კედელ აჭრელებული ოთახები. ბევრია წიგნი, საეკლესიო და საერო ლიტერატურა. ირგვლივ რწმენა, ინტელექტი, ასაკი, ნებისყოფა
გამეფებულიო დაწერენ. ეს ყველაფერი კი სადღაც დაიწყო. ალბათ მაშინ 1922 წლის 3 აგვისტოს მის დაბადების დღეს. მერე რომ დაწერენ, ასეთი ადამიანები მეორედ უნდა იბადებოდნენ. Rachen tvini mit kvia Tvitsuze Ot kves Darvida Pikria Tvitsuze Ot kvesi Dardida Pikria Tvitsuze Utkbesi Dardida Pikria ძალიან დიდი მადლობა ქეთევან ბუდაღაშვილს ერთი იმის თქმა შემიძლია რომ რა თქმა უნდა ამ ისტორიების გახსენება მნიშვნელოვანიც არის ემოციურიც არის არ უნდა გვავიწყებოდნენ ასეთი ადამიანები და მართლა გულწრფელად მიხარია რომ აი ქეთევანის აი ამ მიმოხილვების შემდგომ Google-ში ან ნებისმიერ საძიებო სისტემაში ჩდება ასეთი სიუჟეტი რა როდესაც მოგინდება გაიგო რაღაც ამ შემთხვევაში თენგის არჩვაძეზე აი ასე რამდენიმე წუთში თავმოყრილს ნახავ მოისმენ და ეს არის კარგი მომავალი თაობისთვისაც და ქეთევანი არ აკეთებს კარგ საქმეს მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი ახლანდელი მაყურებლისთვის არამედ აკეთებს ძალიან დიდ საქმეს მომავალი თაობისთვის რომელსაც შეუძლია რომ აი ესე უცებს ხარტად მიიღოს ეს ინფორმაციები ინტერნეტში მადლობა მას ამისთვის